მოგესალმებით, მინდა ამ ვიდეოთი უპასუხო ბატონ გია ეწგვერაძეს მის მიერ გაზიარებულ ვიდეოზე, სადაც მან კომენტარი გააკეთა და აი ასე გააზიარა ეს ვიდეო. გთხოვთ აი ნახოთ და განახებთ და შემდგომ უკვე პასუხსაც გავაგრძელებ. როდესაც ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ იგი არის მოაზროვნე და სურს რომ ადამიანებს რაღაცა უკეთესობისკენ მისცეს ბიძგი და ასეთი არის ბატონი გია ეწგვერაძეც, ასეთ ადამიანს ასეთი რაღაცეები არ უნდა ეშლებოდეს. ასეთი ძალიან ელემენტარული რაღაცეები, რაც ბატონ გია ეწგვერაძეს ეშლება და ეხლა მოდით აბა აგერ ნახეთ და შემდგომ მოусმინეთ ჩემს პასუხსაც. აი ეს არის ბატონი გიას Facebook გვერდი და აი ასე ჩამოვყვები. ხო, აი ეს ვიდეო, ესე იგი ვიდეოს ჩავრთავ, კომენტარის სახით უწერია ასეთი რამ, რომ და ღმერთმა შექმნა სამყარო ლამაზი და კეთილი. ვიდეო არის აი ასეთი. ეს მგლები როგორ ცდილობენ გაგრინჯონ აი ეს თიკანი თუ რა. და აი ამაზე დააკომენტარა, ესე იგი გააზიარა კომენტარი, გაუკეთა რომ და ღმერთმა შექმნა სამყარო ლამაზი და კეთილი. და შემდგომ ამისა აქ კომენტარებიც არის დაწერილი. აქ ჩემი კომენტარიც არის, მაგრამ კონკრეტულად ბატონ გიას არ ეხება ეს ჩემი კომენტარი და ეხლა მინდა რომ ეს ვიდეო პასუხი მივწერო მას. მსგავსი ვიდეო მანამდეც გააზიარა და იქაც მსგავსი კომენტარი უწერია, რომ და ღმერთმა შექმნა სამყარო კეთილი და მშვენიერი. აქაც ეს ლომები აი აგერ მსხვერპლს როგორ გლეჯავენ. და აქ ესე იგი ბატონი გია ეწგვერაძე რას ამბობს აი ამით, რომ ბიბლიაში რომ წერია, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ეს ყველაფერი და კარგი იყოვო, რო თქვაო, ესე იგი, ხო? ეს არ არისო სიმართლეო, აი სიმართლე რა არისო, აი ეს არისო სიმართლეო, რასაც ამ ვიდეოში ხედავთო. აქ კომენტარებია. ერთმა კომენტარმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და ბატონი გია ეწგვერაძე აკრიტიკებს საპატრიარქოს ორგანიზაციას და ჰგონია, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია რომ თითქოს ეს საპატრიარქოს ორგანიზაციის წიგნი არის ეს ბიბლია და აი ამ გაგებით აკრიტიკებს ბატონი გია ბიბლიასაც და დღევანდელ რეალობას გვაჩვენებს, რომ აი ღმერთმა რო შექმნაო სამყარო და წერია, რომ ყველაფერი კარგი იყოვო, სულაც არ არის აი ასეო. აქ ერთი კომენტარი იყო და აბა თუ მოვძებნე ის კომენტარი. რომელი კომენტარი? ნუ ხო, ამ კომენტარს ხა დავანებებ თავს და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბატონი გია ეწგვერაძე, როგორც ჩანს, ძალიან ზერელედ უდგება აი ამ საკითხს, ზერელედ განიხილავს და მას არ სურს, როგორც ჩანს, ხლა რო სურდეს, უფრო სიღრმისეულად წაიკითხავდა და ჯერ ერთი მან სიღრმისეული წასაკითხი არაფერია, თუ კი ბიბლიის პირველ თავს წავიკითხავთ. იქ წერია ის, რომ ღმერთმა, რომელმაც შექმნა ეს ცხოველები, სხვადასხვა მიწის მხეცები, ფრინველები, ადამი და ზოგადად ეს ცოცხალი ორგანიზმები, ეს ცხოველები, იგივე ეს ლომი იქნება თუ რაიმე ესეთი ძროხა იქნება,
ყველა მათგანს საჭმელად მისცა მწვანე ბალახი და ამაზე თქვა ღმერთმა, რომ ყველაფერი კარგი იყო. ესე იგი, დასაწყისში, როდესაც ღმერთმა შექმნა ესე იგი სამყარო მყარი ეს რაც არის ხო ჩვენს ირგვლივ და ამ სამყაროში შექმნა ცოცხალი ორგანიზმები, დასაწყისში ღმერთმა ყველა მათგანს მცენარეები მისცა საკვებად და ღმერთმა თქვა, რომ ეს კარგი იყო. ხოლო მას შემდეგ რაც ცოდვა შემოვიდა, ესე იგი მას შემდეგ რაც ადამმა, რომელსაც ღმერთმა ჩააბარა საპატრონოდ ეს ცხოველები და მთელი ეს პლანეტა, ღმერთმა ადამიანს ჩააბარა საპატრონოდ და ღმერთმა, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება დაუდო ადამიანს, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო ყველა ხის ნაყოფი ეგემა, გარდა ედემის ბაღის შუაგულში, რომ ერთი ხე იდგა, კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე რომ ერქვა, ღმერთმა უთხრა ადამიანს, რომ აი იმ ხიდან არ ეგემა, არ შეეჭამა ნაყოფი, თორემ როგორც კი შეჭამდა, სიკვდილით მოკვდებოდა. მოხდა ისე, რომ ადამიანმა ღმერთის ეს ხელშეკრულება, ღმერთის მცნება, ღმერთის სიტყვა დაარღვია, შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი და აი იქიდან შემოვიდა ცოდვა და ცოდვის შედეგი არის სიკვდილი. მანამდე სიკვდილი არ არსებობდა, ცხოველებიც ერთმანეთს არ ჭამდნენ, ყველასთვის საკვები იყო მცენარეები და ეს კარგი იყო, ხოლო შემდგომ, როდესაც ცოდვა შემოვიდა, ეს ცოდვა კარგი არ არის. ღმერთს არსად უთქვამს, რომ ცოდვა კარგია. ღმერთს არსად უთქვამს, რომ ესე იგი ცოდვა როცა შემოვიდა, უკვე ასეთი ცოდვად დაცემული სამყარო და ცოდვად დაცემული ეს ადამი კარგია. არამედ პირიქით, აგერ ღმერთი ამბობს, რომ დაბადებიდანო ადამიანის გული სიყრმიდანვეო ადამიანის გული ბოროტებისკენ არისო მიდრეკილიო. და ამავე დროს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებელია, რომ უკვე ადამიანმა ყურადღება ამაზე გაამახვილოს. ადამიანის ცოდვად დაცემის შემდეგ, უკვე როდესაც მას გაუჩნდა შვილი და სახელად შეთი დაარქვა, უკვე შეთზე დაწერილია, რომ ესე იგი ადამიანმა შვა თავისი ხატი და თავისი მსგავსი და სახელად შეთი დაარქვა. რას ნიშნავს ეს? დასაწყისში, როდესაც თავიდან ესე იგი, როდესაც პირველი კაცი შეიქმნა, ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამი. ადამიანში იგულისხმება ქალიც და მამაკაციც. დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ღმერთმა ადამი, თავის ხატად და მსგავსად შექმნა ისინი. და კარგი იყო ეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამი ცოდვად დაეცა და აგერ კაინისა და აბელის შემდგომ მესამე შვილი რო ეყოლათ, სახელად შეთი დაარქვეს მათ და იქ უკვე დაკონკრეტებულია, რომ აი მოდით გაჩვენებთ ამას. ესე იგი, დავიწყებ დაბადების ბიბლიის პირველი წერილი არის აი ეს, პირველი წიგნი არის დაბადება. აი ამ აპლიკაციაში შეხედეთ, ეს არის ბიბლიის აპლიკაცია. ძველი აღთქმას აი ასე შევალ დაბადებაში და აი აგერ პირველ თავში რა არის ჩაწერილი, ჯერ ამაზე გავამახვილებ ყურადღებას და შემდგომ უკვე შეთზე გადავალ. აი შეხედეთ. დაბადების პირველი თავის 24 მუხლიდან აქ ჩაწერილი არის ასეთი რამ, რომ ესე იგი ღმერთმა თქვა, რომ წარმოშვას რომ იწამ სულდგმულიო თავისი გვარის და მიხედვითო, პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავთავისი გვარის და მიხედვით და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავთავისი გვარის და მიხედვით, საქონელი თავთავისი გვარის და მიხედვით და ქვემძრომი თავთავისი გვარის და მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს სხვაში თევზს,
ცაში ფრინველს პირ უტყვის მთელ დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახუხავს. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აგურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახუხავს. თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა, მეექვსე დღე. ძალიან თვალსაჩინოდ არის ჩაწერილი, რომ ღმერთმა ყოველ ცხოველს, ხეცებს და სხვადასხვა ცხოველებს, ასევე ადამიანსაც მცენარეული საკვები მისცა საკვებად. მცენარეული ნაყოფი და ბალახები და რაც იყო იმ დროს. ესე იგი, აქ არ წერია, რომ ლომებს თხები მისცა საკვებად, აქ ასეთი რაღაცა არ წერია. ამავე დროს აქ წავიკითხე ის, რომ ესე იგი, ღმერთმა ადამი შექმნა თავის ხატად და მსგავსად. მაგრამ უკვე აი აქ მესამე თავიდან იწყება ეს თავი ჩვენ მოგვითხრობს, როგორ შეცდა ქალი და ამავე დროს აგერ შეცდა მამაკაციც, რა თქმა უნდა, ადამმა საბოლოოდ, ესე იგი, აი აქ დაბადების მესამე თავში ასპარეზზე გამოდის გველი, რომელიც უკვე ბიბლიის შემდეგი ფურცლებიდან ირკვევა, რომ ეს გველი ეშმაკია, რომელიც გველის სახით თუ გველის მეშვეობით დაელაპარაკა ქალს. რომელმა ქალმაც, ესე იგი, აკრძალული ხიდან ნაყოფი იგემა, თავის კაცსაც მიუტანა და მანაც იგემა და ისე აი ეს კარგი იქნება, რომ ეხლა წავიკითხო აი ეს ტექსტი და გადავალ უკვე შეთზე, რომელზეც დაწერილია, რომ უკვე ის აღარ იყო ღვთის ხატი და მსგავსი. ესე იგი, დაბადების წიგნის მესამე თავიდან იწყება. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი შეჭამოთო? აი ნახეთ, ღმერთს მსგავსი არაფერი უთქვამს. ღმერთმა უთხრა, რომ ყველა ხიდან გეჭმევად, გარდა იმ ერთი ხისა, რომელიც ბაღის შუაგულშიაო და მოდით აბა ესეც წავიკითხოთ. შეხედეთ, ეს არის მეორე თავი დაბადების წიგნის და მე-12 მუხლიდან წავიკითხავ, რომ აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ეს მდინარეებზე ამას გადავახტები. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი და უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში, მხოლოდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. შეხედეთ, ესე იგი, ღმერთმა აუკრძალა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის შეჭმა. უყურეთ, გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი და უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღშიო. მხოლოდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. ეხლა გველი ეს ეშმაკი
რა კითხვას უსვამს ქალს, უკვე მესამე თავიდან გავაგრძელებ. უთხრა გველმა დედაკაცს, მართლა გითხრათ ღმერთმა ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი შეჭამოთო? აქ თვითონ ტექსტში, თარგმანში არის შეცდომა, ესე იგი, ორმაგი წინააღმდეგობა უყურეთ, ესე იგი, მართლა გითხრათ ღმერთმა ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? ესე იგი, სწორი გრამატიკული ფორმა იქნება აი ასეთი, რომ გველმა უთხრა დედაკაცს, მართლა გითხრათ ღმერთმა ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი შეჭამოთო? მიუგო დედაკაცმა გველს. ესე იგი, გველმა განაარიცოდა, რომ ღმერთს მსგავსი არაფერი ქონდა ნათქვამი. ღმერთს ქონდა ნათქვამი ის, რომ ყველა ხიდან გეჭმევათ გარდა ერთი ხისაო, ხო? აქ თვითონ შეკითხვაშიც კი დაამახინჯა სხვანაირად შეეკითხა, ესე იგი, დამახინჯებული კითხვა დაუსვა გველმა ქალს, რომელიც იმთავითვე უკვე წინააღმდეგობას შეიცავდა ღვთის სიტყვასთან. მიუგო დედაკაცმა გველს, რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გითხრა ღმერთმა, არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. უთხრა გველმა დედაკაცს, არ მოკვდებით. ნახეთ, ესე იგი, ეშმაკი ღმერთს ეწინააღმდეგება და ეუბნება ქალს, არ მოკვდებითო, მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. ესე იგი, ეშმაკმა უთხრა ქალს, რომ არ მოკვდებითო, მოგატყუათო ფაქტიურად ღმერთს, ასე ვთქვათ, ეს ცილის მწამებელი არის ეს არსება, ეს არსება შეიძლება დავარქვა თუ რა შეიძლება მას დავარქვა, ეს პიროვნება, ესე იგი, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება, რომელიც ღმერთს აუჯანყდა და ღმერთს ეწინააღმდეგება, ესე იგი, ქალს უთხრა, რომ არ მოკვდებითო, არამედ როგორც კი შეჭამთო, აი თქვენ ღმერთივით გახდებითო რა, ფაქტიურად ღმერთები გახდებითო. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა, მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა, ადამ, სად ხარ? მიუგო, შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა შიშველი რომ ვარ და დავიმალე. ხო, ესე იგი, აქ ჩანს ის, რომ ღმერთის, როდესაც ღმერთის ცნება დაარღვიეს, უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა აქ, ესე იგი, რა მეთოდი იქნა გამოყენებული მათ აი ამ სიტყვის დასარღვევად, ნუ ამ შემთხვევაში ეშმაკმა აცდუნა ისინი, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მათ მიიღეს და ეს ღმერთისგან იყო მათთვის მიცემული როგორც თავისუფალი ნება და ადამმა და მისმა ცოლმა ეს ღმერთისგან მიცემული ესეთი თავისუფალი ნება გამოიყენეს და ამის შემდეგ მათ დაემართათ რაღაცა, ხო, ესე იგი, ისინი შეშინდნენ, დაიმალნენ ერთმანეთის შერცხვად, მოკლედ ისინი ცოდვად დაეცნენ და უკვე აი ამის შემდგომ მე ახლა გადავშლი მეხუთე თავზე და ახლა ამას დავაკვირდეთ. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი. როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი მათი შექმნის დღეს. ეს თავიდან, ესე იგი, როცა ღმერთმა შექმნა ისინი, მაგრამ როდესაც ადამი ცოდვად დაეცა და სიკვდილი შემოვიდა უკვე
ადამიანებში და ზოგადად სამყაროში, ცხოველებშიც, მათ შორის, აი უყურეთ, ადამმა 130 წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი და უწოდა სახელად შეთი. დააკვირდით, აქ უკვე შეთზე აღარ წერია, რომ იგი არის ღვთის მსგავსი და ხატი, არამედ იგი უკვე არის ცოდვად დაცემული ადამის ხატი და მსგავსი, რომელიც ასევე ადამიანით უკვე ექვემდებარება სიკვდილს. დააკვირდით, აი მთელ ამ მეხუთე თავში არის სულ ეს უკვე ჩამოთვლილი გენეალოგია მოყოლებული ადამიანიდან შეთის ხაზით და უკვე სულ აი ეს ფრაზა გამოსჭივის, რომ მოკვდა. უყურეთ, შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს 800 წელი და 7 ძენი და ასულნი. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო 930 წელი და მოკვდა. აი უყურეთ, როდესაც ღმერთმა ადამიანს უთხრა, რომ იმ ხიდან არ შეჭამოთ, თორემ მოკვდებითო, ეშმაკმა უთხრა ქალს, რომ არ მოკვდებითო. და აი აქედან ჩანს, რომ ეშმაკმა ქალი მოატყუა და შესრულდა ღმერთის სიტყვა და ადამი ნამდვილად მოკვდა. იცოცხლა შეთმა 105 წელი და შვა ენოში. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ 807 წელი და შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი შეთისა იყო 912 წელი და მოკვდა. აი უყურეთ, მოკვდა და ესე რომ ჩამოვალთ, აი აქაც მოკვდა და ჩამოვდივართ და მოვდივართ ნოემდე. ეს არის ბოლო მუხლი მეხუთე თავისა. ესე იგი ეს მოკვდა სულ გამოსჭივის და ცხოველებიც დაექვემდებარნენ აი ამ სიკვდილს. და იქიდან შემოვიდა უკვე ეს წეწვა, გლეჯვა, მტაცებლობა, მაგრამ თავიდან ეს ასე არ იყო. ღმერთმა კეთილად შექმნა ცხოველები, ეს ორგანიზმები, ერთმანეთს ისინი არ კლავდნენ, ადამიანს ღმერთმა კეთილად შექმნა, ესე იგი რაიმე ბოროტება არ არსებობდა ღმერთის ქმნილებაში, არც მიწაზე, არც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებში და არც თავად ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანში. და ადამიანს რომ დაეჯერებინა ღმერთისთვის, ისინი გამრავდებოდნენ, ესე იგი, და ჩვენც დავიბადებოდით უცოდველ გარემოში, უცოდველ პლანეტაზე და ჩვენ ეს გარეგნული ეს სიკვდილი არ შეგვეხებოდა. შეხედეთ და დააკვირდით დაბადების პირველი თავის 27 მუხლში, 27 და 28 მუხლებში წერია შემდეგი, რომ შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახუხავს. ესე იგი, ადამს და ევას, ადამს, თავიდან ევა არ ირქვა ქალს, მაგრამ ეხლა მას ესე იგი ყურადღება არ მივაქციოთ. ამ შემთხვევაში ესე იგი ადამს და მის ცოლს, ქალს და კაცს, დედაკაცს და მამაკაცს ღმერთმა უთხრა, რომ გამრავლებულიყვნენ. ესე იგი, მათ შეეძლოთ ედემის ბაღშივე გამრავლება, აი ამ უცოდველობაში, სანამ ისინი, ესე იგი, ისინი ამ დროს ცოდვილები ჯერ არ იყვნენ, ცოდვა ჯერ არ იყო შემოსული, სიკვდილი ჯერ არ იყო შემოსული, იყო შესანიშნავი გარემო, სანიტარო ადგილი იყო და მათ შეეძლოთ ერთმანეთთან ჰქონოდათ აი ასეთი სექსუალური კავშირი, გამრავლებულიყვნენ და ამავე დროს ეს სექსუალური კავშირი ღმერთისგან არის დადგენილი და აი აქედანაც ჩანს, რომ თავის ნორმაში სექსუალური კავშირი არ არის საძრახისი და რაიმე სასირცხვილო. ამიტომაც, ესე იგი, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ აი იმას, რომ ადამიანს შეეძლო გამრავლება და თუ კი იგი ღმერთს ბოლომდე დაემორჩილებოდა
და აკრძალული ხისგან ნაყოფს არ იგემებდა, ჩვენც დავიბადებოდით უცოდველები და სიკვდილი არ იარსებებდა და ბატონი გია ეწგვერაძეც ამ ვიდეოს არ გააზიარებდა და Facebook-იც ალბათ არ იქნებოდა ახლა ეს Facebook-ი დღევანდელი გარემოს ის არის რა ქვია შემოქმედების ნაყოფია. ახლა მე ამაზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი ვიცი რომ ბატონი გია ეწგვერაძე მსგავს რამეს ვერ ნახავდა გარემოში, რომ ლომი ვერ დაიჭერდა გარეულ ხორცს და ვერ გამოაჭამდა ბარკლებს და მგლები ვერ დაიჭერდნენ კრავს და არ გაგლეჯავდნენ შუაზე, ვერ კი არ მგლებს და ლომებს ეგ სურვილი არ ექნებოდათ, რომ ცოცხალი ორგანიზმები შეეჭამათ, ცოცხალი ორგანიზმები, ესე იგი ეს ცხოველები, მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებიდან მცენარეები იყო მათი საკვებიც. ამიტომაც ბატონი გია ეწგვერაძე უნდა დაუკვირდეს იმას, რომ ასეთი ზედაპირული არ უნდა იყოს ღვთის წერილისადმი და თავის აზროვნებას აი ასე ზედაპირულად არ უნდა მოიხმარდეს ბიბლიასთან მიმართებაში. თუ კი იგი რაიმე ცუდს ხედავს საქართველოში და ამასთან დაკავშირებით მას აქვს რეაქცია და გამოდის და პოსტავს და ვიდეოებსაც წერს და მოუწოდებს ადამიანებს ახალგაზრდებსაც რომ ჩემი ეს ისინი გააზიარეთ, ეს თქვენთვის არის კარგი, ერთად ვიმოქმედოთ, რაღაცა ვიმოძრაოთ და უკეთესობისკენ წავიყვანოთ საზოგადოება და განვითარდეთ და აკრიტიკებს იქ პოლიტიკოსებს და რაღაცა ასე ვთქვათ მისი გაგებით ესე მას ასე მიაჩნია რომ სიკეთე ამოძრავებს მას, ხო? მით უმეტეს სიკეთის წყარო თვითონ ღმერთია და თუ ღმერთთან მიმართებაში აი ასეთ დაბალ აზროვნებას გამოიჩენს კაცი, იგი სიკეთეს, რეალურ სიკეთეს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ სიკეთის წყარო არის ღმერთი. მე მინდა ერთი ადგილი წაგიკითხოთ ბიბლიიდან, დაბადების წიგნიდან. შეხედეთ დაბადების მესამე თავში, როდესაც უკვე ადამი ცოდვად დაეცა და ღმერთი გამოელაპარაკა მათ, რომ ესე იგი ადამს სადახარო, ღმერთმა გადმოდგა ნაბიჯი ცოდვილი ადამისაკენ და ღმერთმა მოძებნა ადამი. ესეც ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულება არის ღმერთისა ადამიანისადმი და ადამიანებისადმი ზოგადად, რომ არ მიატოვა ადამი და გამოეხმაურა, დაელაპარაკა და მარტო არ დატოვა. აი ამ გასაჭირში და აი ამ ცოდვაში. ღმერთი ეძახის ადამიანს, ადამს სადახარ? მიუგო ადამმა, მიუგო პასუხად. შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ და დავიმალე. უთხრა, ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია მე რომ აგიკრძალე? რა თქმა უნდა ღმერთმა იცის ეს უკვე, მაგრამ ეს დიალოგს მართავს, ისევ და ისევ ადამიანისთვის არის ეს ასეთი სახის დიალოგი სასიკეთო. იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია მე რომ აგიკრძალე? უთხრა ადამიანმა, შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს, ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა, გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს. ეხლა უკვე საბოლოოდ გველს ეუბნება და აი ამას დააგვირდით რა განაჩენს გამოუტანს ღმერთი გველს. რა კი ეს ჩაიდინე, წეული მციყავ ყველა პირუტყს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. დააგვირდით ამას. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე. აი აქ არის პირველი
დაპირება და ასე ვთქვათ წინასწარმეტყველება არის იესო ქრისტეს მოსვლისა, რომელსაც ცოდვისგან უნდა გამოესყიდა ადამიანიც და კაცობრიობაც და ეს იქნებოდა დედაკაცის თესლი, ესე იგი ქალის თესლისაგან დაიბადებოდა და არა ქალისა და მამაკაცის შერწყმის შედეგად და აი აგერ ბიბლიის ახალი აღთქმის წერილებიდან უკვე ვიგებთ იმას, რომ ღმერთმა ქალწული ქალისაგან, დედაკაცისაგან, ესე იგი სულიწმინდისაგან ქალწულ ქალს ჩაესახა ყრმა, რომელსაც ეწოდა იესო ქრისტე, რომელიც არის უფალი ღმერთი, რომელმაც ეშმაკს თავი გაუჭეჭყა თავისი საკუთარი სიკვდილითა და თავისი მკვდრეთით აღდგომით და მან თქვა, უფალმა იესომ თქვა, რომ მან აიღო ჩვენი ცოდვები, თავისი სისხლით გაგვწმინდა, თავისი სხეული შესწირა ცოდვისგან გამოსასყიდ მსხვერპლად, მოკვდა ამისათვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ვინც ამას ირწმუნებს, ისიც გამოსყიდული იქნება ცოდვისგან და განწმენდილთა რიგებს შეუერთდება იესო ქრისტესადმი რწმენით თითოეული მორწმუნე ცხადდება ცოდვისგან გამოსყიდულად და უკვე ელოდება იესო ქრისტეს მოსვლას, როდესაც აი აგერ უკვე იესო ქრისტეს 1000 წლიანი მეფობის პერიოდში, რომელიც დამყარდება ამ პლანეტაზე, აი ესეთი გაუცხოება და აი ასეთი მტაცებლობა ცხოველთა შორის, რომ დღეს არსებობს, აი იმ დროს აღარ იქნება და ლომები და მგლები აღარ შეჭამენ თქვათ ცხვარს და თხას და რაიმე ისეთ ცხოველს, ესე იგი. იქ აღარ იქნება ასეთი მტაცებლობა, არამედ 1000 წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩამოვარდება მშვიდობა თვითონ ხეცებსა და პირუტყვებს შორისაც და ასევე ადამიანთა შორისაც. აღარ იქნება ეს ომები, არამედ სატანა იქნება დაბმული, ასე ვთქვათ, ვეღარ შეაცდენს იგი ადამიანებს და თვითონ ღმერთიც ისე შეცვლის ეკოსისტემას, რომ და თვითონ ცხოველთა ბუნებასაც, პირუტყვთა და ამ ხეცთა ბუნებასაც, რომ ისინი აღარ იქნებიან ერთმანეთის მტრები, ხოლო ამ 1000 წლიანი მეფობის შემდეგ ჩაწერილი არის, რომ შემდეგ იქნება ეს საყოველთაო სამსჯავრო, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა, ყველა აღდგება მკვდრეთით, იქნება საყოველთაო სასამართლო, ეს პლანეტა გაქრება, განადგურდება და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. რაც ნაწინასწარმეტყველები არის, რომ უფალი შექმნის ახალ ცასა და ახალ მიწას და იმ ახალ აი ეს ახალი მიწა არის ღვთის ხალხისათვის აღთქმული მიწა, სადაც გადავალთ და იქ მარადისობაში ღმერთთან ვიქნებით. მარადისობაში ვიქნებით ღმერთთან, ესე იგი მისი მოიმედე ხალხი. და ბატონმა გია ეწგვერაძემ, არ ვიცი ეს თვითონ ეს არ იცოდა, თუ ეს ზედაპირულად რატომ უდგება აი ამ საკითხებს, როდესაც ადამიანს აქვს მოაზროვნეობაზე პრეტენზია, მინიმუმ არ უნდა დაამახინჯოს ღვთის წერილის სწავლება, ხო? მინიმუმ არ უნდა დაამახინჯოს. სხვა საკითხია დაეთანხმება თუ არა. ნუ ესეც მისი პასუხისგებლობა იქნება დაეთანხმება თუ არ დაეთანხმება, მაგრამ აქ დამახინჯებას აქვს ადგილი, როდესაც იგი არასწორად წარმოაჩენს ღვთის სიტყვას და ფაქტიურად ადამიანები შეყავს შეცდომაში, ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ კაცის აქტიურობას ადევნებენ თვალს სოციალურ სივრცეში, აი აქ Facebook-ზე. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის
აქტიურობა რაღაცას რო ლაპარაკობს, რაღაცას რომ გველაპარაკება, ჩვენთან აქვს გარკვეული სახის კონტაქტი. თუკი ჩვენი მხრიდან შესაძლებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა გადავამოწმოთ და ესე ბრმად არ უნდა მივიღოთ და არც უნდა ემოციურად უნდა ასე ვთქვათ არც ემოციურად უნდა ავვარდეთ და რაღაცა ჩხუბი დავიწყოთ და არც ის რომ ბრმად დავეთანხმოთ და არც ის რომ რაღაცა გაურკვევლობაში ჩავვარდეთ. არამედ აგერ თქვენ თვითონვე ბიბლიას მოგიდეთ ხელი, ისწავლეთ და გაიგებთ და როგორც ჩანს ეს კაცი ბატონი გია ეძგვერაძე ამას არ აკეთებს. ერთი რამ რაც აქვს ახლა ამ კაცს რომ რაც დაიწყო კრიტიკა საპატრიარქოს ორგანიზაციისა, ეს კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კრიტიკისთვის იარაღად გამოიყენებს ღვთის სიტყვას, იმიტომ რომ თვითონ ღვთის წერილი აკრიტიკებს საპატრიარქოს ორგანიზაციის ოფიციალურ სწავლებას. საკმარისია ადამიანმა ღვთის ბიბლია ისწავლოს და ირწმუნოს, რომ იგი გაიგებს იმას, რომ საპატრიარქოს ორგანიზაციის სწავლება შეიცავს მრავალ ანტიქრისტიანულ და არასწორ სწავლებას. და გამოიყოფა ამ ორგანიზაციიდან ისევე როგორც მე გავაკეთე, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია ჩემი ნებით დავტოვე იმის გამო, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია არ მისდევს ღვთის წერილში ჩაწერილ ღვთის სწავლებას. ეს არის და დანარჩენი უკვე რაც უფრო მეტი ადამიანი შეისწავლის ღვთის ბიბლიას და დაუჯერებს მას, მით უფრო, რა თქმა უნდა, გადამრჩენელი იქნება მათთვის ეს ქმედება, იესო ქრისტესადმი რწმენა იხსნის მათ და ასევე იგი სასიკეთო იქნება მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც, ხო? მინიმუმ იმით, რომ სხვებსაც მიაწოდებს ამ ინფორმაციას და დანარჩენი უკვე ადამიანებზე არის დამოკიდებული, ადამიანების პასუხისმგებლობა არის მივლენ თუ არა ღვთის სწავლებასთან და გადარჩებიან თუ არ გადარჩებიან ღმერთმა ჩვენს წინ დადოს სიცოცხლე და სიკვდილი. ეხლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვინც ავირჩიეთ სიცოცხლე, ეს ჩვენი არჩევანია, მაგრამ ეს ღვთის მადლით არის, რომ იესო ქრისტესადმი რწმენით ჩვენ ვიცოცხლებთ. ცოცხლობთ და ვიცოცხლებთ და ვინც სიკვდილის გზას აირჩევს, ან მინიმუმ იმას იტყვის, რომ მე იესო ქრისტესი არ ჯერაო, ეს უკვე სიკვდილის გზის არჩევაა და ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება და ღმერთს ვერაფერს დააბრალებს ასეთი ადამიანი.